Spotlight-ის მისია ბოლო 10 წელია უცვლელია. ჩვენი მისიაა, რომ საინტერესო და შთამაგონებელი ისტორიებით ვაინსპირიროთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი. და მე არ აქვს მნიშვნელობა ამ შთაგონებას სად რომელ საქმეში გამოიყენება. მარკეტინგის სფეროში განსაკუთრებით ბევრი ადამიანი შემოხვედრია საშუალოდ, რომლებიც გიждდებიან იმაზე, რასაც ქმნიან. Spotlight-ი ზუსტად ამ ადამიანებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ იდეები გაცვალონ, ახალი გაიგონ, ერთმანეთი უკეთ გაიცნონ და აღმოაჩინონ ის ახალი ადამიანები, რომლებიც Spotlight-ს ყოველწლიურად განსაკუთრებულს ხდიან. მუსიკამ როგორ გაერთიანა ამდენი ადამიანი? ბოლო რამდენიმე წელია უკვე Spotlight-ი ერთიანდება კონკრეტული თემის ირგვლივ, როგორიც არის ყასტი გამარჯვება, ერთიანობა, ცდა, გაბედე და წლევანდელი Spotlight-ის თემა უკვე იქნება მემკვიდრეობა. ვეძებთ იმ საინტერესო ადამიანებს და ბრენდებს, რომელმაც რაღაცა მნიშვნელოვანი გააკეთეს ბოლო წლების განმავლობაში. შემდეგ ჩვენ უბრალოდ ვამჩნევთ ამ ადამიანებს. თუ საქმის პროფესიონალი ხარ, იმას დიდი ენერგიის გარეშეც გააკეთებ. მე მართლა არა ვარ მარკეტინგის აზრზე და მართლა ვერ უთხარი უარი აკოს მარკეტინგში ჩემზე გაცილებით კომპეტენტური ადამიანები ბრძანდებით ყველა ამ დარბაზში მართლა დათო გოგიჩაიშვილი ჩვენ სცენაზე აქტიურად ჩანს ხოლმე 2015 წელს იყო მისი დებიუტი ის არის ჩვენი გუნდის აქტიური წევრიც ასევე ის არის რაღაცა წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა რომ რაღაც ექსკლუზიურად მხოლოდ Spotlight-ზე აქვს ეს გამოსვლა რაც ჩვენთვის დიდი პატივია ძალიან გვიხარია აუდიტორიაც მიჩვეულია ამ ყველაფერს წელსაც ძალიან საინტერესო გამოსვლისთვის ემზადება რომელსაც ერქმევა ყველაზე სუსტი გამოსვლა მარკეტინგული თვალსაზრისით თუ რამე არასწორ შეკითხვას დავსვამ ან არასწორ რამეს ვიტყვი გთხოვთ აი ამ მომენტში გაიხსენოთ ხოლმე თემის სათაური მე მარკეტინგის ეს იყო ჩემი პირველი Spotlight-ი და ეს იყო Spotlight-ი სადაც გავხდი best speaker-ი საუკეთესო სპიკერი გაზიარებას იმიტომ აქვს დიდი ძალა რომ გამამდიდრებელია რა თუ უსმენ სხვის გამოცდილებას გულისყურით მაშინ დიდრდები წლევანდელი Spotlight-ის თემა არის მემკვიდრეობა. ეს თემაც ბუნებრივად ავარჩიეთ, რადგან წელს არის Spotlight-ის 10 წლის იუბილე და ასევე მარკეტერმა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამოსცა წიგნი ბიზნეს ისტორიები საქართველოდან. ამ წიგნში შესულია იმ ადამიანების ამბავი, რომლებმაც საქართველოსთვის ძალიან ძვირფასი მემკვიდრეობა დატოვეს. ჩვენთვის საქართველოს ბანკისთვის ორგანული არის იმ კომუნების მხარდაჭერა, რომლებიც არ ჩერდებიან და ცდილობენ რომ უკეთესი და უკეთესი გააკეთონ ყოველდღიურად. მე დავიბადე დამოუკიდებელ საქართველოში. ხშირად ხდება ისე, რომ Spotlight-ზე გამოთქმული იდეები, ფრაზები ან პროექტის იდეები მე მთელი წლის განმავლობაში გვხვდება სხვადასხვა რეალობაში. ერთ-ერთი მაგალითია ნიკა გუჯეჯიანის სიტყვები, რომ ძალა ერთობაშია და არაერთნაირობაში. Spotlight-ს აქვს რაღაცა აუხსნელი მიზიდულობის ძალა. მე არ მახსოვს მოკლედ არც ერთი წელი როდესაც არ მეგრძნოს ინტერესი, რომ ნეტა შემდეგი Spotlight-ი რა იქნება.